კერესას დავშორდი. რა? ხო, ნუ ესე ოფიციალურად არა, მაგრამ მორჩა რა ყველაფერი რა. რატო რა მოხდა? სოფო. მე ხომენდო. კი, უბრალოდ. ხო და გააკეთე, რასაც გეუბნებია. დაახლოებით 200-250 ცენტზე გააკეთე. ამ უნდა გავაყალბო? ერთის დაუშვი რა. ერთის დავლიოთ. აუძა. რა? რატომ მომიცეთ ვაფლი მე? აი ამ საბუთების გამო. ან შენს გამო რამე ჩეპერო მომივიდეს. ციხეშიც რომ ვიყო. მაინც მოგაგნებ. და არჩენ დაგინდობ და არჩენ შვილებს, გაიგე? მე მოკრებია ჩემი შვილები რა შუაში არიანო. ბოდიში რომ ესე გაუფრთხილებლად ამოვიდე. აი რა ბოდიში. ტელეფონი დავგარგე და ვეღარ დაგირეკე. მე მანქანა დავინახე და ვიფიქრე სახში იქნება. ძალიან გაიქენი რომ ამოხვედი, მაგრამ გამიხარდა. შენ როგორ? რა ვიცი, არა მიშევს. შენ როგორ ხარ? ნუ, კარგი. მუშაობა დავიწყე. კარგია, სად? რამაზან თავის ბიზნესი გადმომაბარა. მე და ბიჭები ვართ. შენი საქმე რა? თავიდან ცოტა არ მინდოდა, მაგრამ მაინც რამაზია რა. კარგი კაცია რამაზი. ბევრი გააკეთა შენთვის და დედა შენისთვის. ის რაც მე ვერ გავაკეთე სამწუხაროდ. რა ბიზნესია? ძიმე ტექნიკა. ტენდერი, გაქირავება. კარგია. ოპერაციამ როგორ ჩაირა? კარგად, ცოცხალი ვარ ჯაჟიო. ანუ პრობლემა აღარა. თითქმის. კარგი გოგოა, დიდი ხანია ერთად ხართ. რამდენი თვეა? ძალიან გული მსხდება, რომ ბევრი დრო გამოტოვე შენ ცხოვრებაში. ანუ ესე იგი ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ყველაფერი კარგადაა. ბოლომდე არა, ეხლა ღვიძლის გადანერგვაზეა რა ლაპარაკი. კარგია მე. ისე ვიქალბოთ, ხო? მიწევს ჩასვლა. დონორიც მომინახეს, მაგრამ პატარა პრობლემაა რა. რა პრობლემა? დიდი თანხები ზდება, ფული კი მაქვს, მაგრამ რაღაც გადარეცხვის პრობლემა მაქვს. რა პრობლემაა? აი, იცი რა სიტუაცია რუსეთში რა, ყოველი გადარიცხვა ხო ხდება, რაღაცა პრობლემასთან არის დაკავშირებული. ანუ მე შემიძლია რომ რამე დაგეხმარო? არ ვიცი, ვიღაცებს უნდა დაველაპარაკო ჯერ რა. ნახოთ რა იქ. რაღაც მოკლედ ჩემი იმედი გქონდეს. მადლობთ.
ვა, რა ადრე ამდგარ ხარ? ადრე კი არა, გამე არ მიძინია საერთოდ. მაგას რა გაჭმობს ილიდან? აბა შემწარ მოხატულებით ხარ დავიწყებ დილას. მე ვით რაღაცები არ მოწყობს. ნაი, ყველაფერი მიჩვევაზეა, რომ მე ჩემსავით სოფლის რძეზე და ყველაზე გავიზარდე. აი, მაგ ჩაის რა გასმევს, რა ვერ ხვდები. აი, რა სალონში იმდენ ყავას ვარო, ვეღარ ვიძინებ გამე. შემდეგია ჩემის დაყენებული ჩაი უნდა გასინჯო, აი გადაირევი. ძალიან მაგარი ხელი აქვს იმან მასწავლა ყველაფერი გამოცხობად. და ამ ჩაის გაკეთება ვერ დავამუღამე რა. ნუ ალბათ უნდა გიყვარდეს კიდეც. ხო, რაც არ გიყვარს, ეგ არ გამოვდის. არა, ნიჭზეც არის. თუ ნიჭიერი ხარ, ყველაფერში ნიჭიერი ხარ. მოგიც მართა. ხო, ზაზა. მე კარგად, შენ? კარგი. ერთ საათში გამოგივლითო და წაგიყვან სალონში. ვა, ძალიან კაი. მაკიაჟის გაკეთებასაც მოვასწრებ. აი, რა სიცხეში რადგინე მაკიაჟი. ეს ვერაც მინდა, სულ ფორმაში უნდა იყო. დღეს სალონში ცოტა ხალხია ჩაწერილი. ძალიან კარგი რა, დავჯდები და დავისვენე. აუ, ეს ტყუილად ჯდომა ძალიან მომბეზრდა რა. მე წადი და ზაზასთან ერთად გაიარე. ოი, ხო, ზაზამ სადღაც უნდა დამპატიჟოს. მერლა, სად? არ ვიცი, სიურპრიზიაო. უყურე შენ რა ბიჭი გყავს? ხოდა იცი რას ჩავიცმე? ზუსტად მამაჩუკა რაღაცა ახალი ზედა და იმას ჩავიცვამ. აუ, მიდი ვამაჩვენე. ჩვენი ხო მაინტერესებს შენი აზრი. ვიცი? აი, ნახე? ვა, რა მაგარია. ხო, მეც მოწონს. ძალიან გიხდება. აია? ძალიან. აუ, მე ვიცი ხა ამას რაც მოხდება, ერთი ყალსაბამი მაქვს. მართლა? რა მაგარია. გავიკეთო აბა. იცი? ამოგეწონა. ძალიან ლამაზია. აუ, ძალიან მაგარია. აი რა თვალი მაქვს. ზაზას რო შეხვდები ეს გაიკეთე. ხო? ხო. და შენ არ დაგჭირდება? კაი რა შემჭირდება, პაემანზე მივდივარ თუ რა? რა ვიცი. მომწონს. და შენ არ მოგწონს არავინ? ეხლა ვაფშე არა. და სოსო? აი მე არა რა სოსო, აი რა. ცეთ ბიჭები მომწონდა, ეხლა იმათ მერე სოსო ცოტა უხერხულია. აი ძალიან კაი ტიპები, ძალიან ჭკვიანები და რაღაცა ჯიპებით რო დადი. მერე? მერე რა არაფერი, აი ესე ვარ. ერთი ბიჭი მომწონდა ძალიან. მერე? ხო და აი ესე რა ხვდებოდით ერთმანეთს და შენსავით ფეხს არ ვაბიჯებდი მიწაზე. მერე? მერე მისმა მშობლებმა გაიგეს ჟინვალიდან რომ ვარ, ვიჩხუბეთ, მერე კიდე ვიჩხუბეთ და მოკლედ დავშორდით რა. მართლა? და აღარ შეხვედრილ ხარ? ერთხელ შევხვდით შემთხვევით. ცოლთან ერთად იყო ბიჭი. მოკლედ ძალიან კაი ბიჭი ყავს ეს ზაზა რა და მოუარე. ხო, კარგი ბიჭია. Всё? არის კიდე რამე? მარტო ამაზე გქონდა ხელი მოსაწევი. და ისეთი საჩქარო იყო, რომ ვერ გადავიკითხავდი? არ არის საჭირო. ყველაფერს გადავხედე უკვე 1000 ჯერ. აუ, მომიღები რა ხდება ახალი. რა ვიცი, არაფერი ისეთი რა უნდა ხდებოდეს. რამე ახალი ჯორი არ გიგია? მაგალითად შენ რა გაინტერესებს? მაგალითად ვინ დაიგვიანა დღეს სამსახურში? ვის მოუვარდა უკმაყოფილო პაციენტი? ვინ დაიწყო მუშაობა სხვაგან? ასე შემდეგ. აი შენ ძალიან კარგად იცი. ხო, ვიცი, და სიმართლე გითხრა, არ მომწონს. შეეშვი რა. თუ ქეთი შენთვის მარტო თანამშრომელი არ არის. სოფო აქ ამ კაბინეტში, ამ კლინიკაში ყველა მუშაობს იმისთვის, რომ პაციენტებს რაც შეიძლება კარგი გარემო შეუქმნათ. აქედან არავინ არ უნდა წავიდეს უკმაყოფილება. და თუ ვინმე შევავს, რომ ისე არ მუშაობს, როგორც მე, ან შენ, ან ვინმე სხვა, მაშინ მოუწევს კლინიკის დატოვება. გასაგებია? კი.
მართალი ხარ. ამ შემთხვევაში კეთის წარეხება. მაგრამ თუ საჭირო იქნა, კეთისაც მოეთხოვება პასუხი. ხო, მაგრამ კეთი მგონი მეორე სამსახური ფინანსური პრობლემების გამო დაიწყო. აი მე არ მეხი. არა, ნუ კი არ ვიცავ, უბრალოდ ხო და არც უნდა დაიცო. და საერთოდ ძალიან კარგი იქნება თუ უკვე დაიწყებ იმის კეთებას, რაზეც ვილაპარაკეთ. რის კეთებას? დაგავიწყდები, ხო? შემოწმება. ხო, შემოწმება. აუ დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს, თვითონ მართლა ვერ მოვასწრე. ვიცი, რომ ბევრი საქმე გაქვს. მე ხوار გეუბნები მთელ კლინიკას ჩამოვურბინე მეთქი არა? რამოდენიმე ტიპი შეარჩიე, ისეთი რანდომ ტიპები, ვინც შემჩნეულია დაგვიანებაში. ჩამოვლი, ხელს მოვაწერინებ და მორჩა. იცი რამდენი ექიმია, მართლა ვერ მოვახერხე. ვიცი. გეუბნები 10-15 კაცი შეარჩიე და მოვაწერინე ხელი. გასაგებია? და მაინც მე რატო? ყველაზე მოცხრილი გონი ვარ, ხო? არა. უბრალოდ ჩემ კენტობი. ხო, კაი მაშინ. მადლობა. გამოვართვინეთ ეს დღეიდან დაიწყე. ოკეი. აუდიტო. გინდა დღეს სადმე გავიდეთ? სადმე სუფთა ჰაერსა. სოფი. დილიდან საღამომდე აქვარ. ღამეებს ვაცენებ, მუშაობ, დაღლილი ვარ რა. ხო და განტვირთო გჭირდება. არ შევიცი. ჩენ სულ მასიამბობ, აი სულ. იმიტომ რომ სულ დაღლილი ვარ. კაი, მაშინ როგორც კი. კაი, დარჩი, სად მიყვრე? ხელი უნდა მოაწერნა მთას კლინიკას. ჯანდაბა ყველაფერი ახლა გათავდება. მაკა შენ ხარ? ხო, მე ვარ. ასაკეთებ. ჩაის ვეძებ. გეთქვა მერე და წამოვიღებდე. აი ვიპოვე. ძველი იქნება ეგ ჩაი. ჩაის რა დააძორებ გოგო? რა ვიცი. შევავი ყოლაში. ხო, დავტოვა. კომუნალურებიც მოსულა. ხო ვიცი. რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ, მაკა უნდა გადავიხადოთ. ლიზიკოს სწავლის ფულით შესატანია იმ თვეში 400 ლარი. კაი, ამ თვეში გადავიხდით, მე რა ჯანდაბა ვქნათ. მეც მოგასალმებო. აკაკი მდარეკა? არ დაუყავს. და ლიზიკოს სხვა სკოლაში უნდა გადავიყვანოთ. რა? ხო, აბა რა ვქნათ, ამ სწავლის ფულის გადამხდელები ჩვენ არ ვართ და. თუ მექნება, მე გადმოვიყვან ისევ. მიდი, აბა და ერთი უთხარი ეგ ლიზიკოს. მოვიფიქრებ რამეს. ეგ კი არა დათოზეც რო არის ის მაგაზეც გული მისკდება, უცებ არ გაიგოს. საიდან უნდა გაიგოს? რა ვიცი, მაკა, ვინმესგან არ გაიგოს, ან ჩუმა ჩვენ საუბარს არ მოусმინოს ყურე. ხო, მაგრამ მე ვერ ვეტყვი. რა უნდა მაგის თქმას? მიდი, აბა და უთხარი, როგორ უთხრა? მამაშენიც ციხეში ზის თქო? არ იცი როგორ ინერვიულებს. და ის როგორ უნდა უთხრა? სხვა სკოლაში უნდა გადაგიყვანო? არ ვიცი. კაი, მე ვეტყვი. სკოლიდან რომ მოიყვან, მე ვეტყვი. დღეს კესოც მოვა, ეკამთხვა ცოტა ხანი თქვენთან იყოს. კაი, რო წაიყვანე, მე ვეტყვი. რა მოწყდება ესეკენ. კაი, ხა დამშვიდი ნუ ინერვიულებ. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო, ამისა გავგიჟდე რა. დღეს დავრეკავ ჩემებთან ჩაქვში. მიწა უნდა გავყიდო. ჩაქვის მიწა? ხო, მაკა, აბა ხა ჩვენ მან სახლის ჩამდგმელები არა ვართ. საწყალ მამაშენს კი უნდოდა, მაგრამ არ დასწავდა. ხო, მაგრამ ხო არ აპირებდი მაგ მიწის გაყიდვას. ეგ მაშინ. ზუსტად ესეთი დღისთვის მქონდა შენახული. მოკლედ აღარ უნდა ხა მაგას ბევრი ლაპარაკი. უნდა გაიყიდოს ის მიწა. თან ახლა მალე ბინის პროცენტი მოვა. აუ, ეგ სულ დამავიწყდა. მიდი ერთი ჩახედე საბუთებში როდის გვაქვს. ხო, ნახავ, მაგრამ. ადუხდა ჩაი დაგისხა? არა. ხობაია.
სადა ხარ გოგო, უკვე შენი ორი პაციენტი გავუშვი. აულია ბოდიში რა ვერ დაგირეკე, თალიყო ყოს ცოდა. რა მოუვიდა? წნევა აქვს მაღალი, სასწრაფო ყავდა ორჯერ. ახლა ჩამოვედი წამლების საყრდნად. მერე მარტო დატოვე სახლში? არა, ლალი და მარინა გამოვიდნენ და ისინი დარჩნენ. ბაია, გინდა გამოვიდე? არა, იყოს ჩვენ მივხედავთ, უბრალოდ მინდა რომ ვთხოვო, ჩემ პაციენტებს შეგიძლია მიხედო. კაი, რა სალაპარაკოა, მივხედავ, აბა რას ვიზი. ლია, იცი რა არის, დღეს უნდა მოვიდეს იაკობიძე, მთელი მოცნის ხროს ეკოსკოპია უნდა და გეხოცები რიგში არ ჩააყენო, რომ ხო იცი როგორი ნერვიულია. კაი, არ ინერვიულო, არა, ყველაფერს მივხედა. კაი, მადლობა ლია. ბაია, ისე არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ შემოწმებები დაიწყო. ვაიმე, რა ვქნა? არაფერი, მიხედე თალიკოს და ეცადე მალე დაბრუნდე კლინიკაში, კაი? ხო, კაი რა, და თუ რამე დავწერა მერე შეგულებას რა. კაი, დაგირეკავ, ბაია. კაი, მადლობა ლია. გამარჯობა ლია. ხელი მომიწევდა რა. დაიწყეთ უკვე კონტროლი. ბაია სად არის? არ არის. სად არის? თალიკოა ცუდად ეხლა ველაპარაკე. რა დამართა? რა ვიცი, წნევები აქვს და მარტო ვერ ტოვებს სახლში. კარგი. ბაიას მაგივრად მე მოვაწერ ხალს, ოღონდ თვითონ არ გაიგოს. მადლობა. გამარჯობა, მე ნანა. ოდარ 50-იანს ვერ დამიშლი? რას მეკითხები აბა? როდის იყო მაგდენი ფული ფოტო? წადი. მადლობა. უგაცრავად ხალბატონო ნანა, სანამ ისინი გავისწავლე? არა უშავს. აბა რაზეც ეჭუხებულ ხარ? უბრალოდ მარლენის ამბავი მინდოდა, რამე ხომ არ იცი? სახშია. კარგადაა. დღეს მეც უნდა შევუვარო, ვარგი უნდა წამოვიღოთ და გავგაყიდა ის სახლი და. მაინც გაყიდა არა? რასათქმელია და ისე ნერვიულობს ადამიანი, მალე ნახევარი კაცი დარჩება. ხო, ძალიან განიცდის საწყალი. არა, ხალბატონო ნანა, მაგას რო გულია რა, ტყილია რა. აი მთელი ბიჭები გაგიჟებულები ვართ აქ რა. რა სიზა, ხდება ხოლმე. კარგი გუჯა, მე უბრალოდ მარლენის ამბავის გაგება მინდოდა და თქვენ არ ინერვიულობთ, ხალბატონო ნანა. ბოლოს და ბოლოს მეც იქ არა ვარ. კარგი, ისე გუჯა, იქნებ თქვენი ნომერიც ჩამაწერინოთ და თუ ვერ დაუკავშირდებით, თქვენგან მაინც გავიგებ ამბავს. კი ბატონო, არ არის პრობლემა, ჩაიწერეთ. ალბანი მართლა ადრე მოვედით. შენ გიჩქარებოდა. მთელი ცხოვრება მეჩხუბები არაპუნქტუალური ხარო და ხო, მაგრამ ესე ადრე მოცვლაც არაპუნქტუალურობა. კერს. რატო უნდა უპასუხო? მარჩა ყველაფერი და ეს კიდე იმას აწובה არაფერი არ ყოფილა მე და იმ გოგოს შორის. ალბათ მართლა არ ყოფილა. კაი რა რომ ერთ ამენახე შეიძლება დამეჯერებინა. ანუ всё? კი და ბეჭედიც დაუბრუნე. აი, რა გითხრა მე. ისევ იგივე, ისევ მეუბნება რომ უნდა შევრიგდეთ, ისევ მირეკავს, ისევ სახლთან ხდება და მე მაგ ტიპის ვაფშე აღარ მჯერა. აი, მართლა უნდა ალბათ შევიგებ. შეიძლება მართლა უნდა შევიგებ, მაგრამ მე არ შემიძლია. კაცრავად ეს არის ახალი ჯგუფი. ჯერ დაწყებულა, მეგონა დავაგვიანე. არა, ჯერ დაწყებულა. თუ იცით, ვერ მქნებით? არ ვიცი. აი ეს არის შენ. ცოტნეს არ დაურეკავს? არა, მომწერა Facebook-ზე. ხო. არაფერი ძალიან გამიხარდა, რომ გუდაურში გნახეთ.
просто ბაბში ვერ წარმოვიდგენ ის ცოტნე ეგეთ რაღაცებს გაკეთება შეეძლო. საიდან დაეშვა გახსოვს? დრისი ეშინა და გახსოვს? ოკეი, ძალიან შეიცვალა. ძალიან. ორი პასტა ხომ არ გაქვთ? არა. მე მგონი კიდე მოწონხარ. საიდან მოიტანა? საიდან მოვიტანე? სახეზე ეთქო, რომ დაგინახე გამოშტებ. გამოშტებ და გავუკეთე იქნახა. Right. Hello, everybody. Oh. You. აუ, არ შემიძლია ეს SMS-ები, რა 17 წელს გოგო ხო არ ვარ? მე რა გაცინებთ? ხა ვინმე რო გწერდათ ეგეთ SMS-ებს მოგეწონებათ, როგორ ხარ ჩემო პატარა და საყვარელო. დაწუნებული ვარ ის სასო. არა მგონია. და რა იცი სოსოს ნომერი გიწერია? არ არის თქვა. მაშინ შეხვდი. მეტი საქმე არ მაქვს რა. დაწუნებული ვარ ის დეგენერატია. არა, თქვა ხო გითხარი. რა იცი? კიდე მოგწერა? ხო. როდის ვნახავ ჩემო ცხოვრება? მითხარი რომ სამსახურის მერე ნახავ. კარგსაც არ მიწერ რა. მითხარი სად მოვიდე, უარი არ მიიღება. ნუ აი არა, სოსო არ არის, შენ ხომ მაინც იცნობ, არა პირდაპირ ადგებოდა და მოვიდო და ამას არ იწვალე. ო, რა ვიცი ხოლმე. გამარჯობა. გამარჯობა. მე იასთან ვარ. მე ვარ დიახ. თქვენთან მირჩიეს ჩაძე. მოვბრძანდით. რატომ მოხდით აქ? ისინი სასწრაფო საქმე მაქვს. თან გააგრძელია მისკეთება. ისმენ. თემოს უთხარი, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს აქედან. მოგზაურობ. ჩემი მეწყვილე დაიჭირეს. რა? დაიჭირეს და სანამ მე მომადგნე. უთხარი რომ სწრაფად წავიდეს. პირველად იკეთებთ ხო ფრჩხილებს? კი, პირველად. სხვათა შორის ბევრი მამაკაცი იკეთებს ჩვენთან ფრჩხილებს. ხო, ჩემმა მეგობარმა მირჩია. თქვენი კლიენტია. ისმინე, აქ მოვედი რომ გაგაფრთხილო. მე არაფერ შუაში არ ვარ. რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს, სანამ ჩემამდეც მოვიდნენ. და კიდევ გადაიცი რომ ჩემს ოჯახს და ჩემს შვილს თავი გაანებოს. ახლოსაც არ მიეკაროს, გაიგე? შვილი რა შუაშია? იცის თვითონ. ყველაფერი გაიგე? გავიგე. ო და მიდი მალე დაასრულე ახლა. ეს ყველაზე მარტივი დავალება, რაც კი გქონია. ხო, დახატვა უნდა უბრალოდ და რაღაცებს მიწერა. აქ რო ექსკურსიები დავხატოთ, თან ეგენი ხო ნაგავს ყრიან. ხო, დავხატოთ. ერთი შავი ფანქარი მომაწოდე. კიდე რისი დახატვა შეიძლება? რა, მოიცა ბებოს ვკითხო. ბებო! წყალში ვიყრის ნაგავს. რა ვიცი ბებო, ბავშვები, ხალხი ექსკურსიაზე ვინც დადის. ეგენი დავხატეთ უკვე კიდე. კიდე მე რა ვიცი კიდე ვიყრის. კაი გეყოფათ ახლა, მე გააგრძელეთ, დაისვენეთ. როდის მერე? რა ვიცი, ხვალ ზეგ. აი ხედავ კესოთ ძალიან დაიღალა. მე არ დავიღლა. კი, დაიღალე შულო, თვალებზე გეტყობა, ამოგიღამდა უკვე. ხო, მაგრამ მარტო გაფერადება დაგვჭა, ბევრი არა. ხოდე? დე, მარჩით? არა, ჯერ ცოტა დაგვჭა. მე მოვედი უკვე და წავიდე და მე გამოგიარო. არ. ალო? ეკაშილო როგორ ხარ? კარგად ლეილა დეიდა, თქვენ როგორ ბრძანდებით? არა მიშავს. ხო არ გაბრაზებთ კესო? არა, ისეთი კარგი გოგოა, ორივე ისეთი ბეჯითები არიან, მთელი დღე რაღაცას მეცადინეობენ, თანაფერადებენ, ხატავენ. ძალიან კარგი. მაგრამ ცოტა დაიღალნენ, უკვე თვალები ამოუღამდათ. ой, მართლა, მაშინ ჩამოუშვით რა კესო ქვემოთ ვარ. კარგი ეკა, კარგი. დიდი მადლობა. აბა, წამოდი დედიკო გელოდება. უთხარი ცოტა ხანი დარჩეს რა. ბებო, დედი სიტყვა კანონია. კაი, შენ გააფერადე, რაღაცები დაამატე და ხო გავნაგრძოთ. კაი, წამოდი გაგაცილებ. კარგად ვიყო. ხო, კიდე გამოგიარე, ხო? აუცილებლად. მარტო ხო ჩახვალ? კი. რატო არ თხოვე რომ დარჩენილიყო?
ბებო მომისმინე. Რაღაც უნდა გითხრა. შენ ხო უკვე დიდი გოგო ხარ. ბებო იცი რა ხდება? მამიკოს რაღაც პრობლემები აქვს. მამიკოს? ხო, იქ რო ჩავიდა ქალაქში. სეირნობდა ქალაქს ათვალიერებდა და დაინახა რომ ცუდი ბიჭები ვიღაც ერთ ბიჭს ცემდნენ. ხო და შენი მამიკო ხო ყველაზე მამაცია. მივიდა იმ ბიჭის გადასარჩენად. ის ბიჭი გადაარჩინა, ისინი გაიქცნენ და მერე მოვიდა პოლიცია და დათო დაიჭირეს უდანაშაულოდ. დაიჭირეს? ხო, ბებო, მაგრამ ციხეში კი არ წაუყვანიათ. აი ციხესთან აქვთ რაღაცა პატარა სახლი. ხო და იქ ყავთ, სანამ გაარკვევენ დამნაშავეა თუ არა. რას ნიშნავს ციხესთან ახლოს? ნუ აი სანამ გაარკვევენ დამნაშავეა თუ არა, იმ პატარა სახლში ყავთ. გამოარკვევენ რომ დამნაშავე არ არის და მალე გამოუშვებენ. აი ნახავ რა მალე ჩამოვა. შენ არ ნერვიულო ბებო. მე რა დახატეთ მანახე? ავტობუსი. ო, რა მხელა ავტობუსია. ექსკურსიაზე რო დადიან, ხო? ხო. ბებო, მოდი გავაფერადოთ. ბებო, ფლიზიკო. აი ხა, გამომართე. Okay, that's everything for today. So, see you all tomorrow. Okay. Okay. Gami khardat kveni nakhva. Ჩვენ და არ ვიცოდით თუ ასწავლიდე. Როგორც მოგეწონათ the lesson. კარგი იყო. საინტერესო როგორც ყოველთვის. მადლობა. შენი საქმე როგორ არის? დავშორდით. We broke up. Oh, I'm sorry to hear that. It's okay. Sorry, can you help me? Sure. Jonathan, we have to go, okay? Okay. Bye-bye. Bye. Just need to change the advert to a program. ხო, აქ ვარ მე მგონი უკვე მოვედი რა. კაი. ხო არავინ დაგინახა? არა, არავინ. რითი მოხვედი? ჯერ ავტობუსით წამოვედი და მერე ფეხით. მიდი დროზე მითხარი, ახლა რა ხდება რა? პატა იყო მოსული რა ჩემთან. პატა? ხო, და მაგის მეწყვილე დაიჭირეს მოკლედ რა. როდის? უშინა უყვანიათ. ჩემზე ჯერ არ გამოსულანო. კაროჩი, იმანაც დაფქვა ხო ყველაფერი? არ ვიცი, პატამას არ ვიცი. აბა შენთან რატომ მოვიდა? გასაფრთხილებლად? რა ვიცი, გასაფრთხილებლად. ესე თქვა რომ იცოდეს რომ მე არ ჩაუშვებო და ჩემ შვილს თავი დაანებოსო. შვილსო? ხო. ხა. ეხა გასაგებია რა. თემო შვილი რა შუაშია? არაფერ შუაში არ არის. პროსტა დავემუქრე თუ გაპოზდები შენ ოჯახს დაენძრევა მეთქი. ჩიმბაიჩს ვეღარ დაუბრუნდები რა. წამოდი ჩემთან. შენთან ხო მაგარი დაცული ვარ რა. მე იქ დაბრუნებას ახლა არ ჯობია? წამოდი და სანამ რაღაცას ვიპოვით იყავი აქ. შენ უეჭველი იცი რომ არავის დაუნახი ხარ? არა მეთქი, ხო გითხარი არა, წამოდი. კაროჩი მაუთი თუ არ ვიშოვე. მაგარი დანძრეული მაქვს რა. აი წამოდი რა. მარლენ,
მე ვარ გააღე. რა ხდება გუჯა? მარლენი ხო კარგადაა? მარლენი ცოცხალი აღარაა. რა? რა ხდება? რა ხდება და ბახა ჩამოთრეულა? საიდან ეცე? მაღაზიაში დილაუთენია სისვაძეების ბავშვი ყიდულობდა მაგისთვის სიგარეტს. ერთადერთი შანსი ფულის გადმორიცვისა ესა. უნდა შექმნა შპს. იგივე ფუნქციებით და საქმიანობით. მე მადონამ მითხრა იქო რაღაცა ჩხუბი მოსულიაო, დაუჭრიათო, დეპორტი გაუკეთებიათო და პირდაპირ აქ ჩამოუყვანიათო. მაგრად მომწონხა. შესავლებს აზრი არ აქვს. თან ვიცი რომ შეყვარებული გყავს. ხო, შეყვარებული მყავს. შემოუშვალა იგი.